Christe აღსდგა. Christe აღსდგა. Christe აღსდგა. თანამედროვე სოფლიომ ჩვენ ძალიან გაგვანებიურა ომებით. ომებით ყოველთვის განებიურებული იყო კაცობრიობა, მაგრამ დღეს უკვე სერიალების სახით ვხედავთ, როგორ ებრძვის მართლმადიდებლური ქვეყანა მართლმადიდებლურ ქვეყანას, როგორ ბომბავენ ირანს და ამ ყველაფერს ისინი აკეთებენ მშვიდობის სახელით. ეს კიდევ არაფერი, ხო, შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ როგორ არაფერი. ეს ხილული ომია, მაგრამ უფრო უარესი ომი არსებობს, უხილავი ომი, თუმცა ვინც გონიერია და დააკვირდება, ეს ომი უკვე უხილავი არ არის, ეს არის ომი ორ უმთავრეს რამეს შორის. ეს არის ომი ცივილიზაციას და კულტურას შორის. ძალიან დაჯაბნა ცივილიზაციამ კულტურა უკვე საუკუნეებით ადრე და დღეს თანამედროვე ქართველი ქუჩაში თუ შეხვდა, ხას უსვავ, თუ შეხვდა, ვერაფრით ვერ განასხვავება არაბისგან, თურქისგან, ევროპელისგან და რუსისგან. ის ჩვენი იდენტობა, ის ჩვენი ქართული სული და ქართული კულტურა ნელ-ნელა ინავლება და ნელ-ნელა გადაგვარებას მიეცემა. მაგრამ სანამ არსებობს დედა ეკლესია და ის იარსებებს მოგეხსენებათ ყოველთვის და სანამ ჩვენ გვაქვს საშუალება რომ წირვა ლოცვა აღვასრულოთ ქართული კულტურა, ქრისტიანი კულტურა არ დაიკარგება არასოდეს. ძალიან წინ გაიჭრა ცივილიზაცია და ჩვენც მივყვებით მას ფეხ-და-ფეხ. ვინმე წარმოგიდგენიათ ინტერნეტის გარეშე ცხოვრება, Google-ის გარეშე, ეხლა ცნობილი ქართული ფილმი რო არის კახელებზე, ხო? ის აბანო, მოდები, ეხლა ეს დაემატაო, ხო? აი ესია, ეხლა ChatGPT დაემატა. ყველა გეცინებათ, მაგრამ უკვე ჩვენ და ჩვენ შვილებს აღარ შეგვიძლია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. და მე გიკვით, როგორ იქნება, როგორ მოხდება ანტიქრისტე რომ მოვა კოდირება ადამიანების, როგორ იქნებიან დაბეჭდილები, ხო, უკვე დაბეჭდილები არიან. პატარა ბავშვი, რომელიც იბადება, მე მგონი მობილურით არ იბადება, ხო? ვინ აწვდის მას მობილურს? ბებია, ან ბაბუა, პაპა, ან დედა და მამა, ხო, მაშინვე და თითქოს მუცელშივე იცის პროგრამირება, ძალიან მარტივად აღიქვავს ბავშვი ტექნიკასთან, ტექნოლოგიებთან ურთიერთობას. და ცივილიზაცია, ზოგადად არის ტექნოლოგიების ძალიან დახვეწა და ფაქტიურად ტექნოლოგია უკვე იპყრობს ადამიანის ცნობიერებას. იშვიათად მინახავს, უკვე რაგებ გამოვდივარ ამბიოზე და თქვენ ტელეფონებში იყურებით, ეხლა მეტყვით რომ ლოცვებს კითხულობო, ლოცვები აქ იკითხება, ამდენ წმინდანებს ვაწუხებ რომ მეოხებით ამათი და თქვენ დაბლა იყურებით, ან ზოგი გაიქცა უკვე სადღაცას ეჩქარებათ, ან უნდა გახსნან кейსი და ნახონ ვინ მოგწერა და ვის უნდა მიწეროთ. ძალიან დაიჩაგრა ქართული კულტურა, ეროვნული კულტურა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე იმედს ვიტოვებ, რომ განსაკუთრებით პატრიარქის გარდაცვალების და აიქ მოსული ხალხის იმედი მაქვს, რომ ქართული მართლმადიდებლური კულტურა ჯერ ცოცხალია, ფეთქავს და არ გვემუქრება ისეთი საფრთხე, როგორც გარკვეულ ერებს და ეროვნებებს, იმიტომ რომ ბევრგან უკვე ცნობიერება, ეთნოსი, ეროვნება, სარწმუნოება ფაქტიურად უკვე წაშლილია და აღგვილია პირისაგან მიწისა. რატომ ამხელა შესავალ? დღევანდელი სახარება უკეთრო გავიგოთ, საოცარი არა, დღევანდელ სახარებაში მკაფიოთ იესო ქრისტე, როგორც ყველა სახარებაში, მაგრამ დღევანდელ სახარებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გძულდეს არც ერთი ეროვნება, არც ერთი კუთხე, არც ერთი რაიონი და არ უნდა ვთქვათ, რომ ოფუცხოველმა ჯოტიამ შეიძლება დაამყაროს, ასე ვთქვათ, გარკვეული რეკორდი და წალენჯიხელმა კვარაცხიამ თითქმის კვარაცხელიამ უკვე დაამყარა რეკორდი. ანუ ეს
სტერეოტიპები უკვე დაანგრეულია, როგორ შეიძლება ვიღაცა პროვინციელმა გაიმარჯოს და აჯობოს დიდი ქვეყნის სპორტსმენებს თუ გამოჩენილ ადამიანებს. აი ამიტომაც მაცხოვარი სპეციალურად ვიტყვი ამ სიტყვას არ მომერიდება 4 კუთხე არსებობდა მაშინდელ ისრაელში, ეს იყო იუდეა, გალილეა, პერეა და სამარია. იმდენად ზულდათ იუდეველებს, გალილეველებს, იმდენად ზულდათ სამარიტელები, რომ ყველაზე მოკლე გზა იუდეადან გალილეაში იყო სამარიაზე გავლით, მაგრამ ისინი პერეადან უვლიდნენ, აი ესე რომ წავიდოთ ყურზე ხელი, ისე ზულდათ და ეზიზღებოდათ სამარიტელები. თუმცა ამისი საკმაო მიზეზი ჰქონდათ, ებრაელები რომ გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში, სამარიტელები დაემკვიდრენ ისრაელის მიწაზე და როდესაც ებრაელები ბრუნდებიან, ასიმილაცია მოხდა მათ შორის. ესენი იყვნენ ნახევრად ებრაელები, ნახევრად და ამ დროს მათ თავიანთი ტაძარი ჰქონდათ გერეზიმის მთაზე და თავიანთი კულტურა ჰქონდათ. მოკლედ, ებრაელებში სამარიტელი იყო ყველაზე სალანძღავი სიტყვა, როგორც მებაჟე, მეძავი და ასე შემდეგ. მაცხოვარი რის მაცხოვარია, რომ ეს ცისაძაგლე არ დაგმოს და არ ამხილოს თავისი მოღვაწეობით და მე-6 ჟამზე და არ არის შემთხვევით დასახელებული მე-6 ჟამი, მე-6 ჟამზე ადამი და ევა გამოაძევა ღმერთმა 64-დან, მოდის ქალბატონი, რომ იაკობის ჭასთან ავსოს წყალი. თვითონ მაცხოვარი მიდის მასთან, შედის დიალოგში და ეუბნება, რომ მას ვიმე წყალი. როგორ რა შევადარო, არ ვიცი ახლა, აი აფხაზი ქალბატონი რომ შემხვდეს მე ახლა და უთხრა რომ მას ვიმე დღეს შენ ქართველი ყუდელი. აფხაზ ქალს მეუბნები რომ წყალი დაგალევინო. აი ესეთი რაღაცა დაახლოებით. თუმცა ჩვენ ისეთი სიძულვილი ჯერა რომ არ აგვაქვს სხვა ეროვნებებთან, თუმცა ნამდვილი აფხაზები სხვა ეროვნება არ იყო, როგორც მეგრელები, ისინი ჩვენი ნამდვილი ქართველი, ძველი ქართველი ტომები არიან, აფსუებზე არ მაქვს საუბარი. და გაოცებული ქალბატონი მიხვდება, რომ ეს კაცი არ არის სამარიტელი და არის იუდეველი, შენო მე იუდეველი თქო, რომ წყალი დაგალევინო? პირველი გაოცება, ხო? და მაცხოვარი ეუბნება, შენ რომ გქონდესო ნიჭი ღვთისა, ანუ გქონდეს სიბრძნე და გონება გახსნილი იყო, აქეთ ამთხოვდი, რომ წყალი დაგალევინო. რანაირად აკთხოვო შენ წყალი რომ დამალევინო, არც ასავსები გაქო, ღრმაჭა არისო და რანაირად უნდა დამალევინო შენ მეო წყალი. მოდი სანამ წყალზე გადავიდოდეთ, ჯერ აქ მინდა გუშინ მთხოვა ერთმა სტიქაროსანმა, რომ მინდაო რომ ამ თემასო კიდევ შეეხოთო, იმიტომ რომ ძალიან საჭირბოროტო თემა, ეს ჩვენ მღვდლებსაც გვეხება, ყველას ეხება, ჩემო კარგებო, ვისაც ოჯახი აქვს და ყავს მეუღლე, ეს თემა ეხება ყველას. რომ ქრისტე მოითხოვს სამარიტელი ქალისგან რას? პირველ რიგში, სანამ შენთან შემოვალ დიალოგში და მე შენ ჭეშმარიტებებზე უნდა გელაპარაკო, მოიყვანე შენი ქმარი. ეს არის ყველაზე საინტერესო. ეს ქალბატონი მხრებს აიჩეჩავს და ეტყვის, რომ მეო ქმარი არ ამყავსო. მართალი თქვიო, ის 5 კაცი, ვისთანაც შენ ცხოვრობდიო, არც ერთი შენი ქმარი არ არისო და ეს მე-6-ო, ვისთანაც შენ ცხოვრობ, არც ის არ არისო შენი ქმარი. აქ არის უკვე იწყება ამ ქალის გონების გახსნა. კი არ დაიწყო თავის მართლება, აი მე რა მექნა სხვანაირად არ შემეძლო და არანაირი თავის მართლება არ დაუწყია და ამბობს, რომ შენ გეტყობაო, რომ წინასწარმეტყველი ხარო, რომ ყველაფერიო სიმართლე მითხარიო. ხედავთ, როგორი კარგი ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა ამ ქალბატონში, არანაირი თავის მართლება, ევასავით და ადამიანით, ხო? ევამ თავი გაიმართლა. ადამაც თავი გაიმართლა. მაგრამ რაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ქრისტე მანდილოსანს არ შეიძლებოდა ებრაული კულტურით არ შეიძლება კაცმა ქალთან ისაუბროს ქმრის თანდასწრების გარეშე. არანაირი უფლება არ აქვს და მოციქულები რომ მოდიან უკვირთ, რომ ქალს ელაპარაკებაო, ასეთი დაკნინებული იყო ებრაულ კულტურაში ქალბატონი. და ქრისტე ყოველჯერ ქალის კულტი უნდა რომ წამოწიოს წინ, აღამაღლოს და ეუბნება, მოიყვანე შენი ქმარი. პარალელი რა შეიძლება დავინახოთ? ეშმაკი არაწმინდა სული რომ ყოფილიყო, კეთილი ნამდვილი სული, ევას რას ეტყოდა?
ადამს დაუძახე, ორივესთან მინდა რომ ვისაუბრო. მან კარგად იცის, რომ ერთი სისხლი და ერთი ხორცი არიან, მაგრამ რომ დაიმარტო ხელოს და შეაცდინოს და გააბრიყოს, ცალკე ესაუბრება ევას. ევას გვერდით რომ ადამი ყოფილიყო, არც ერთს არ შეეშლებოდა არაფერი. ასეთი თქმულება არსებობს, რომ ევას ეკითხებიან, ევაო, როგორ შეგაცდინაო ეშმაკმაო? ადამი არ იყო ჩემ გვერდითო და აი ამიტომ შემაცდინაო. ქალბატონებო, მამაკაცებო, კარგად დაიმახსოვრეთ. ერთად უნდა იყოთ ხშირად წირვაზე, ლოცვაზე, სახლში, გარეთ, სტუმრად, ჭირში, ხინში, ერთად იყავით და ეშმაკი თქვენ შორის ვერ გაძვრება. ჩვენ იქ მივდივართ საქეიფოდ, ჩვენ აქ მივდივართ კოოპერატიულზე, ჩვენ იქ მივდივართ, ჩვენ აქ მოვდივართ. რატო? ერთად. არ შეიძლება ოჯახში მიდიხარ, მით უმეტეს, იქ ხო არ იდია სახლის. დაბადების დღეზე მიდიხარ, იქაც წაიყვანე რა. გერიდება შენი მეუღლე რომ შენ გვერდით იყოს, ნაკლებად ჩავარდები მერე ვნებებში და ცოდვებში თუ შენთან იქნება შენი მეუღლე. მე მგონი გასაგებია, აღარ უნდა ამას ბევრი საუბარი. აქ არის ყველაზე მთავარი რა, რომ რა წყალზეა ჩემო ძვირფასებო საუბარი და რა წყალი უნდა დაალევინოს ქრისტემ და რა წყალი აკლია თანამედროვე კაცობრიობას. მე ხა წმინდა მამების, თანამედროვე მამების რამოდენიმე მუხლი ამოვწერე და ვეთანხმები სავსები. ინფორმაციის სიმრავლეში შინაგანი სიცარიელე. რატომ არიან ჩვენი შვილები უფრო ცივები, უფრო თავხედები და უფრო ჩაკეტილები, ხო? იმდენი ინფორმაციაა და ისეთი ინფორმაციის სიმრავლეა, რომ მათი გონება წიგნის კითხვის გარეშე რომ იღებენ განათლება და ცოდნას უკვე ვეღარ იტევს ამას. თითქოს თავი გაგიდიდდა, მაგრამ გული დაგიპატარავდა, სული დაგიცარიელდა. ანუ წინ წახვედი პროგრესულად, მაგრამ კულტურულად ამ ყველაფერს ძალიან ჩამორჩი და ელემენტარული არიცი, რომ მამა რო სახში დაბრუნდება, უთხრა, მამიკო, ყავა ხო არ გინდა რომ მოგიდუღონო? დედა მოუდუღე რა ყავა, ან ჩაი ხო არ გინდა? ამ ჩემ დაიკოს, ან ძაღს ხო არ მანდობ რომ გავასეირნო გარეთ, ხო? არა. ჩვენი შვილები პირიქით ეს მინდა, ის მინდა და სულიერ კულტურას ჩამორჩნენ ძალიან. აქაც იმიტომ მოდიან, ეხლა ნეტა გენახათ რა ლამაზები იყვნენ ეს ბავშვები აქ რო ვიდგნენ, სანამ ზიარებაზე გამოვიდოდი. აი მომავალი ჩვენი სულიერი კულტურა თუ ბოლომდე დარჩებიან ესენი ჩვენთან და არ გაიქცევიან ეკლესიიდან. რა ბედნიერება იქნება აი ეს ბავშვები სულიერად კულტურულები რომ გაიზრდებიან. რამდენი ადამიანის არსებობს შემოძვირფასებო იმდენი კულტურა და ვიცოდეთ რა არის კულტურა. ზოგს გონია კულტურა კინო, თეატრი, მოდები, აბანო, ხო? არა, ეს არის ხორციელი კულტურა. სულიერი კულტურა არის ის, რასაც შენ ეთაყვანები შენ გულში და შენ გულში ვინც არის, ის არის შენი კულტი. ფეხბურთელი გიყვარს? ესე იგი შენ ხარ გულშემატკივარი და შენ სახლში, შენ ოთახში მისი ფოტოები გაქვს გაკრული. ან რომელიმე ლამაზი მსახიობი, ქართველი თუ უცხოელი. მაგრამ თუ შენ გულში იესო ქრისტე ბრძანდება, მაშინ შენ ხარ კულტურული, ანუ შენი გული კულტივირებულია. ადამიანს სულ ორი მცნება ჰქონდა, ჩემო კარგებო, მეტი არა. ადამს ჰქონდა ორი მცნება, ერთი რომ არ მიეღო საკვები დროზე ადრე და მეორე კულტივირება მოეხდინა, ანუ დაემუშავებინა, გაენოყიერებინა ის ნიადაგი, რაც სამოთხეში იყო. ეხლა იტყვით რა თუნდოდაო? უნდოდა. თუ კი ადამიანმა ცხოველებს, ფრინველებს სახელები დაარქვა, რა ღმერთი ვერ დაარქმევდა? არა. მიხვდით რა უნდა ღმერთმა რომ ადამიანმა იაზროვნოს და აზროვნება არის კულტივირება. თუ ჩვენი შვილები და ჩვენ წიგნებს აღარ ვკითხულობთ, ჩვენი გონება გახდება გლუვი. შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოვიდეს, მაგრამ შენ თავზე იფრენენ და გაფრინდებიან. ვერ ჩაითესება თესლი ჩვენს გონებაში და ჩვენი გონება ნაოჭებიანი არ იქნება. ამიტომ უამრავი ინფორმაცია არის, მაგრამ შინაგანი სიცარიელია სამწუხაროდ ჩვენში. თანამედროვე ადამიანი თამამად შეიძლება ითქვას, რომ გარედან კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნიდან არის ცარიელი. მეორე
რაც ჩვენ ყველაზე ძალიან გვაწუხებს, ეს არის პირდაპირ შეიძლება ითქვას თანამედროვე კაცობრიობის სენი, ეს არის მარტოობა. თანამედროვე ადამიანი არის მარტო. ძაღლი, კატა, მეგობრები, ნათესავები, სირბილი, აქეთ-იქ ტელევიზორი, გაჯეტი, ყველაფერი აქვს, მაგრამ მარტოა მაინც. ცოლი გვერდე ყავ, ცოლი ერთ რამეს უყურებს, ქმარი მეორე რამეს უყურებს. შვილები სხვა რამეს უყურებენ. გაიხსენეთ აბა ჩვენ ბავშვობაში ერთად როგორ შემოუსხდებოდით ხოლმე მაგიდას, დედა შემოიტანდა კერტს. იქით ციმციმებდა შავთეთრი ტელევიზორი, მაგრამ არავინ არ უყურებდა, მამა რო საუბრობდა, შეიძლება რაღაცებს იტყუებოდა მონადირესავით, მაგრამ ხო საუბრობდა, ხო საინტერესო იყო, მე კარგად მახსენდება და თქვენი არ ვიცი. სად დაიკარგა ჩემო კარგებო, ერთად ვახშამი, ერთი სადილი. სად დაიკარგა? კულტურა იკარგება და ამიტომ არის ადამიანი ცოლი ყავს, შვილები ყავს, მშობლები ყავს, დედმამიშვილები ყავს, მარტოა. მარტოა. ეს არის ცივილიზაციის ერთ-ერთი პროდუქტი. სამწუხაროდ. ჩვენ ეს არ გვეხება, იმიტომ რომ თუ შენ ლოცვებს კითხულობ, მარტო არ იქნები არასოდეს. კაი, ცოლს არ ცალია შენთვის, ქმარს არ ცალია, შვილები ჩაკეტილები არიან ოთახებში, ღმერთს ხო ცალია შენთვის. ადექი და დაიწყე დიდება შენ და ღმერთო, მადლობა შენ და ღმერთო, დამეხმარე ღმერთო, გამაძლიერე ღმერთო, შემიწყალემე ღმერთო. არასდროს მარტო არ იქნებით, ვინც ამ ლოცვებს იტყვით თქვენს გულში. მესამე, ყველაზე საინტერესო მეფიქრე და ყველაზე ნაკლებად დასანახი, ეს გახლავთ სულიერი დაღლა. სულიერი დაღლა. ერთხელ ჩვენს წყინვალე პატრიარქს ერთმა დიაკონმა უთხრა, რომ კვერექს რო ვამბობ უწმინდესო, ვიღლებიო. არადა პირველი კვერექსი იყო და პირველივე კვერექსზე თუ დაიღალე, საიდან მოხვედი დაღლილი, ხო? არიციო შვილო, ლოცვაო და იმიტომ იღლებიო. სულიერად იღლება ის ადამიანი, ვინც არ იცის რა არის სულიერი ცხოვრება. არ იცის რა არის სულის საკვები. არ იცის რა არის სულის სნეულება, სულის მოთხოვნილება. არ იცის და აი წარმოიდგინეთ რა, რომ რაც სულს ჭირდება, იმას არ აძლევ და რაც არ ჭირდება, იმას აძლევ და სულს ეჭიდავები. და იღლება სული მე ამდენი უაზრო ინფორმაციით, ასეთი შეგონებებით, ასეთი დარიგებებით იღლება, სული იღლება, როცა არაბუნებრივ მდგომარეობაშია. თქვენ როგორ უნდა მიხვდეთ თქვენი სული იღლება თუ არა? თუ წირვა ლოცვაზე იღლები, ესე იგი ცუდად არის შენი საქმე და შეხსენება გჭირდება, რომ კვირას წირვაა და წამოდი რა. ესმით? და თუ წირვა ლოცვაზე ერთი სულო კიდე გაგზელდეს, ნეტა კიდე მამაო ბევრი იქადაგოს, ნეტა პარაკლისი გადავიხადო, ნეტა პანაშვიდი გადავიხადო, და კიდე მინდა სახში წასვლა არ მინდა. ესე იგი შენი სული კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ერთი სული გაქვს, როგორიღაც მოხვედი და გინდა რომ მალევე გაიქცე სადღაცას გარბი ხარ. სად გარბი ხარ, შვილო? შენი სული გარბი შენგან და შენ გარბი ხარ შენი სულისაგან და აი ამ სირბილში სული იღლება. როგორც ხორცი იღლება მაშინ, როცა ზედმეტად მუშაობთ, ზედმეტად ვაზროვნებთ, ზედმეტად ვაკეთებთ კიდევ რაღაცებს. და მეოთხე, ძალიან საინტერესო, უფრო მეტად საინტერესო, მოჩვენებითი ბედნიერება. შედით სოციალურ ქსენში და ნახავთ, რამდენი ფსევდო ბედნიერი ადამიანი იღიმება იქიდან ყველის ვაჭარებით. მაპატიონო ყველის ვაჭრება, ატო დაარქვეს არ ვიცი, მაგრამ რამდენი ადამიანი მოსაჩვენებლად ეფერება თავის ცოლს, ჩემი ერთადერთი, ჩემი ყველაზე კარგი, ჩემი ბუშტი, ჩემი ღრუბელი, ჩემი მზე, ჩემი მთვარე, ჩემი ვარსკვლავი და როგორც კი გამოვა სოციალური ქსელიდან, დებილო, დამპალო, არანორმალურო და ასე შემდეგ. ვის ვატყუებთ, ჩემო კარგო? რაში გვჭირდება ეს ტყუილი? ვინც სოციალური ქსელი, Facebook-ი მოიგონა, ზუსტად იცოდა ადამიანის ფსიქოლოგია. ზუსტად იცოდა 10,000 მეგობარი, 20,000 მეგობარი, მე 30,000 მეგობარი ვყავთ, ხეზე მაგარი ვარ. რო გაგიჭირდეს 5 არ მოვა. 5 არ მოვა, 3 რომ მოვიდეს, ეგეც ბიძაშვილები იქნებიან, ხათრით მოვლეს, სხვა გზა რო არ ექნება. ეს არის ვირტუალური მეგობრობა, ეს არის ვირტუალური ბედნიერება. აი ამ სიცრუეში ცხოვრობს მთელი კაცობრიობა და რო უთხრა, რომ ყოველი ადამიანი ცრუ არსო, გეტყვი, ვინ არის ცრუო, კაცო? აუ, კარგად ამბობს დოსტოევსკი რა. მატყუარა ადამიანს არ უთხრაო,
რატომ ატყუებო თორე ახალ ტყუილს მოიგონებს კიდე მერე უხერხულობაში ნუ ჩააგდებო თორე ახალ ტყუილს მოიგონებსო რა ესმით აი ამიტომ რომ აღარ ვიყოთ ჩემო ძვირფასებო აი ამ ინფორმაციული სივრცის ტყვეები სიცრუის მარტოობაში სულიერად დაღლილები და ვითომ ბედნიერები ხო შევიმეცნოთ ღმერთი რომელიც უქადაგა იესო ქრისტემ იმ სამარიტელ ქალს და ეუბნება რომ ღმერთი არის სული და მოდისო დრო არც გერეზიმის მთაზე და არც სოლომონის ტაძარშიო აღარ იქნება უკვე დაანონსა ქრისტემ ჭეშმარიტი მსახურება და ჭეშმარიტი მსახურება არისო სულით და ჭეშმარიტებით ანუ როგორ მართლმადიდებლური ამხსარებლობით სიყვარულით წმენით და თავდაბლობით ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ გაგაძლიეროთ და ღმერთი შეგვეციოს. ეხლა მოიცადე, ნუ აიშლებით, გარბი ხართ, ვიცი. ერთი ადამიანი შემოვიდა წეგან და მამაო გვითხარიო, ხვალ როგორ მოვიქცეთო. მოგეხსენებათ, ხვალეთ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტია ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის, და არა მარტო ჩვენი ერის ისტორიაში, პირველ საათზე სამების საკათედრო ტაძარში მოხდება არჩევნები, გაფართოებული კრება და თქვენი მონამორჩილიც იქ იქნება. ამიტომ თქვენ გირჩევთ, რომ თქვენი მოწონებული კანდიდატი აუცილებლად 12 საათზე ან პარაკლისი, ან დაუჯდომელი წაიკითხეთ და თქვენ ვინც გინდათ, რომ მომავალი პატრიარქი იყოს ჩვენი ქვეყნის, ის ადამიანი, ის ეპისკოპოსი მოიხსენიეთ. მაგრამ მე მგონი ახლა ვინც ოდნავ მაინც დაკვირვებულები ბრძანდებით, ჩვენი ტაძრის სამღვდელოება და თქვენ ავიც არ გაგვიჭირდება ვიზე უნდა ვილოცოთ და რატომ უნდა ვილოცოთ და მე მგონი მიხვდებით ამას. თუმცა თქვენი თავისუფალი ნება ძალიან მნიშვნელოვანია უფლისთვის და ჩვენთვის. ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოს ყავდეს ღირსეული პატრიარქი, როგორც ყოველთვის ყავდა ღირსეული პატრიარქი. დედა ღვთისმშობელი, ანდრია მოციქული, სიმონ კანანელი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოს ყავდეს ისეთი პატრიარქი, რომელიც არ მოგვეწონება ჩვენ. ქართველები ძალიან, ასე ვთქვათ, მომთხოვნები ვართ და მე მჯერა, რომ ჭეშმარიტება გაიმარჯვებს. ჩვენთან არის ღმერთი.